ერთვებოდა. კინოთეატრ პრემიერაზე მისულთათვის კინოთეატრ რუსთაველში დაწყებული მიღება რუსთაველის თეატრში გაგრძელდა. იქ სტუმრებმა სიამოვნება ქველმოქმედებას შეუთავსეს და ამ გზით რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულთათვის სოლიდური თანხაც შეაგროვეს. საქველმოქმედო ვახშამზე მისვლა სტუმრებმა საღამოს 9 საათისთვის დაიწყეს. საპრემიერო ჩვენების შემდეგ სტუმრები ჟურნალისტებს შტაბ-ეჭვლებებს უზიარებდნენ, როდესაც ჰოლივუდის ვარსკვლავმა ენდი გარსიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებთან მისამნება გადაწყვიტა. ახალ არ დავიბან არასდროს. იმიტომ რომ ენდი გარსიამ ჩამომართვა და მაგარი კაცი ვარ. დავიციო. არანაკლები ემოცია გამოიწვია ფილმის რეჟისორის გადაწყვეტილებამ. თაყვანისმცემლებისთვის ავტოგრაფები დაერიგებინა. საგანგებოდ გაფორმებულ დარბაზში სტუმრებს, რომლებმაც ბილეთებში $5,000-1000-მდე თანხა გადაიხადეს, ეკვადორიდან ჩამოტანილი 7,000 წითელი და ნარინჯისფერი ვარდი დახვდათ. 4 სახეობის კერძი, წითელი და შავი ღვინო. ასეთი იყო პომპეზური ვახშმის მენიუ, რომელიც სტუმრებს ფრანგმა მზარეულმა ალან პასარიმ შესთავაზა. საქველმოქმედო ვახშამის 150 სტუმარს 75 მიმტანი 25 მაგიდაზე ემსახურებოდა. საქველმოქმედო ვახშამს საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედიც ესწრებოდნენ. სტუმრებს მიხეილ სააკაშვილმა ქართულად და ინგლისურად მიმართა. მართლაც საქართველოში დღეს შემიძლია ვთქვა, რომ პირველად ჩამოყალიბდა სერიოზული ტრადიცია ფილანთროპიის, ქველმოქმედების, ის რომ ბიზნეს შეუძლია ამის გაკეთება, რაც დღეს გაკეთდა, ეს არის ყველაზე უთხოვარი ნიშანი, რამდენად შორს წავიდა ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ. მე მინდა განსაკუთრებით გამოვყო დღეს არა მხოლოდ დღევანდელ საღამოში, არამედ ფილმის გარშემო მოვლენებში და შექმნაში წვლილი კობა ნაყოფიასი. მე ვფიქრობ, კობა ნაყოფიას იყო მთავარი ფიგურა ყველაფერ დანარჩენ რაც ეხებოდა ამ ფილმს, იმიტომ რომ აღმოაჩნდა ძალიან დიდი გული, ძალიან დიდი მგზნებარება, ძალიან დიდი სიყვარული ადამიანების და საკუთარი ქვეყნის. ჩვენ შეიძლება მრავალგზის წაგვაქციო, მაგრამ თავარი ეს კი არა, წაიქცევით ვარ, თავარია ყოველთვის შეძლო ფეხზე წამოდგომა. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც აქვს უნიკალური ნიჭი, რაც არ უნდა ქართეხილმა გადაუაროს, რაც არ უნდა ქარიშხალმა წააქციოს, ეგრევე წამოდგეს ფეხზე და გააგრძელოს ცხოვრება, ვითომ არაფერი არ მოხდარა. და მე ვფიქრობ, ეს არის ჩვენი გადარჩენის მთავარი ამოცანა. მიუხედავად ყველაფრისა, შევინარჩუნეთ აი ეს ერთობა, მრავალეთნიკური, აი ეს კულტურა ასევე მრავალპლასტური, აი ეს გახსნილობა და მუდმივი ტოლვა ცივილიზებული სამყაროსკენ და შევინარჩუნეთ წარმოუდგენელი უნარი ყოველთვის გავიმართოთ წელს, ყოველთვის დავბრუნოთ, ყოველთვის ავდგეთ ფეხზე. I'll say a few words for our friends in ორიოდე სიტყვით მინდა მივმართო შეკრებილ საზოგადოებას ინგლისურადაც. ამ დარბაზში ისეთი საზოგადოებაა წარმოდგენილი, რომ ალბათ ეს ბევრისთვის ახდენილი ოცნებაა. მე აქ მყავს მეგობრები, მაგალითად დევიდ რეიერი, რომელიც არის კონგრესმენი და ჩემი კარგი მეგობარი კალიფორნიიდან. ის წესით თავს უცხოდ არ უნდა გზნობდეს ჰოლივუდის ამ თანავარსკვლავედში, მაგრამ მისთვისაც კი ეს რაღაც განსაკუთრებულია და ისეთივე რეაქცია აქვს, როგორც მე. ჩემი ვაჟი როგორც წესი თავისი ასაკიდან გამომდინარე ყველაფრის მიმართ ძალიან კრიტიკულია. აღფრთოვანებულია ენდი გარსიათი და არ შეერა რომ ამ ადამიანს აქვე დარბაზში ხედავდა. მე ფილმი არ მინახავს, მაგრამ მან ნახა და მადლობა ენდის რომ ჩემი შვილის ოცნება რეალობა დაქცია. რენი ჰარლინმა დღეს დილით აეროპორტში მიწას აკოცა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი იყო, რაც ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ოცნებას გავს. ზღაპარი მალე მთავრდება და ამიტომ ამ საღამოსგან ჩვენ მაქსიმალურად დადებითი უნდა მივიღოთ. ბოლო წლებმა დაგვანახა ჩვენი ქვეყნის გასაოცარი სიმტკიცე. შეხედეთ, 9 მილიონი ადამიანი ერთ დროს ამაყობდნენ თავისი შინამეურნეობით. დაყავდათ ბავშვები სკოლაში, ბაღებში, ყავდათ მეზობლები და გარემოთ იტკბებოდნენ. ახლა მშობლიური მიწდნენ არიან გამოძევებულები. ჩვენი ქვეყანა თავისი ასჯერ დიდი მეზობლის მიერ თავდასხმის და დაბომბვების ობიექტი გახდა. როგორც წესი, ხალხს უჭირს ხოლმე ასეთი მოვლენების შემდეგ გამორკვევა. ქვეყნებს დიდი დრო სჭირდებათ ამ ყველაფრის გადასალახად, მაგრამ ეს ქვეყანა ფეხზე წამოდგა. მეტი ოპტიმიზმით და შემართებით დემოკრატიული და ღია საზოგადოების ასაშენებლად, სადაც ეროვნული უმცირესობები ინტეგრირებულად იცხოვრებენ. ჩვენ მტკიცედ გვჯერა,
არა მომავლის და რაც არ უნდა მოხდეს, მისკენ სვლას არ შევაჩერებთ. ეს ფილმი პოლიტიკურად არაფერს შეცვლის. ეს ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია. იძულებით გადაადგილებული პირები ჯერ ვერ ბრუნდებიან უკან, მაგრამ ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორც ჩვენია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფილმი ყველას დაანახებს ჩვენს ადგილს ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლაში. somehow dissipate in the რუსთაველის თეატრში შეკრებილებს რენი ჰარლინმა და ენდი გარსიამაც მიმართეს. ფილმის გადაღების პროცესი და საქართველოში გატარებული დღეები მათ განსაკუთრებულად თბილად ახსენდებათ. I'm honored to be here tonight. ბატონო პრეზიდენტო და დამსწრე საზოგადოება, მიხარია რომ აქ ვიმყოფები. 2 წლის წინ ჩემთან მოვიდნენ ადამიანები და მკითხეს თუ ვიცოდი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ და თუ ვისურვებდი ფილმის გადაღებას ამ თემაზე. მე ვუთხარი რომ ვიცოდი ეს ამბავი და გადავწყვიტე ამ ისტორიისთვის გადამეხედა. მაშინ ჩამოვედი საქართველოში და შევხვდი ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, დევნილებს და რიგით მოქალაქეებს. მიშასაც შევხვდი. მაშინ შემიყვარდა ეს ქვეყანა და მისი ხალხით მოვიხიბლე. მე წარმოშობით ფინეთიდან ვარ და საქართველოში ბევრი რამ ჩემთვის ახლობელია. ჩვენ ორივე რუსეთის მეზობლები ვართ. ორივე ვიბრძოდი დამოუკიდებლობისთვის. მინდა ამ საღამოს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო კობა ნაყოფიას, მირზა დავით აიას და ჩვენს არაჩვეულებრივ პრეზიდენტს მიშას, მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. როცა კინოთეატრიდან ჩემ მეგობარ ერიკასთან ერთად მოვდიოდი, მე მას ვუთხარი რომ დაემახსოვრებინა ეს წუთები. მნიშვნელობა არ აქვს ოსკარს ავიღებ თუ სხვა ჯილდოს. თავარია იმ ქვეყანაში ყოფნა, ვის ამბავსაც ყვები. ხალხი კი ირგვლივ ოვაციებს არიშურებს. ეს ჩემი კარიერის მწვერვალია. ბევრი ფილმი გადამიღია, მაგრამ ყველა ისინი ამ წუთებისთვის მომზადებდნენ, როცა მე ამ ქვეყნის და ამ ხალხის ამბავი უნდა მომეყოლა. ამ ფილმს სოფლიოში მილიონობით ადამიანი ნახავს. ჩვენ პრემიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში 19 აგვისტოს გვექნება და შემდეგ ფილმს სხვადასხვა ქვეყნებში ვუჩვენებთ. ძალიან მიამაყება რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. ჩვენ ყველანი შეყვარებულები ვართ ამ ქვეყანაზე და ამიტომაც ვართ აქ. დიდი მადლობა მასპინძლებს. Movies like this become very personal. ეს ფილმი ძალიან ემოციურია ჩემთვის. როცა დამირეკეს და მითხრეს რომ გადაღებაზე აქ უნდა ჩამოვსულიყავი, მალევე ჩამოვფრინდი. მოსამზადებლად ბევრი დრო არ მქონდა, მაგრამ საბედნიეროდ მაინც მოვახერხე და გადაღებამდე მიშას შევხვდი. უკეთ გავიცანი მის ხასიათი. ჩემი და ჩემი ქვეყნის გამოცდილება ძალიან მეხმარებოდა გადაღებების დროს. ვფიქრობ, ფილმში ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი დევს, რადგან ეს უნივერსალურ ამბავს ეფუძნება. იმისთვის რომ მშვიდობა იყოს მსოფლიოში, თითოეულმა ჩვენგანმა ყოველდღიურად ურთიერთპატივისცემის გრძნობით უნდა გავიღვიძოთ. ქართველებისაგან საოცარი სითბო ვიგრძენი. ეს უნიკალური კულტურის მქონე ქვეყანაა. ახლა კი ამ არაჩვეულებრივმა მუსიკოსებმა დაუკრან. დიდი მადლობა ყველას. Thank you very much. საქმემოქმედო ვახშამზე იმღერა სოფო ნიჟერაძემ შესრულდა ხალხური სიმღერებიც. ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრი ნიკა მემანიშვილი ხელმძღვანელობდა. სცენაზე ქართველი მუსიკოსები ძალიან მალე თავად ენდი გარსიამ შეცვალა. საქველმოქმედო ვახშმიდან შემოსული თანხა ომში დაღუპულებსა და დევნილებს გადაეცემათ. რუსთაველის თეატრი პირველმა შერონ სტოუნმა დატოვა, მას ენდი გარსია მიჰყვა. ჰოლივუდის ვარსკვლავებმა თბილისი სულ ცოტა ხნის წინ